სამი წიგნი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს. პირველი, ნაომი ვულფის სილამაზის მითი. ეს წიგნი ვფიქრობ ძალიან ბევრს დაეხმარება კომპლექსების დაძლევაში. ავტორი გვიჩვენებს, რომ ქალის სილამაზის სტანდარტები და იდეალები არ არის უბრალოდ რაღაც ესთეტიკის ნაწილი, არამედ არის მექანიზმი, რომელიც ქალებს აიძულებს, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი დახარჯონ გარეგნობის კორექციაზე, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ განვითარებაზე იფიქრონ. ამ წიგნში ავტორი გვიჩვენებს, რომ სილამაზის სტანდარტები მოიყენება ქალის კონტროლის იარაღად. მეორე წიგნი Invisible Women. ეს წიგნი ჩემი აზრით ყველამ უნდა წაიკითხოს. ავტორი ფაქტების მოყვანით გვიჩვენებს, თუ როგორ არის მსოფლიო კაცის სტანდარტებზე მორგებული, დაწყებული ქუჩის დაგეგმარებიდან, მანქანის უსაფრთხოების ხვედებიდან დამთავრებული მედიკამენტების დოზირებით. ხომ მართლა იცოდით, რომ მედიკამენტების დოზირება მამაკაცის სხეულის მასაზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ წამლების უკუჩვენებები ქალებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს. ეს წიგნი ძალიან ბევრ რაღაცას დაგანახავთ. ბევრი რამ გაკეთდა ქალების უფლებებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი. და მესამე წიგნი, სიმონ დე ბოვუარის მეორე სქესი. ეს წიგნი არის ფილოსოფიური ნაშრომი. ის გაგცემთ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აღიქმება ქალი ისე, როგორც აღიქმება, ანუ მეორე სქესად. ბოვუარი წიგნში სქესებს შორის არ უარყოფს ბიოლოგიურ განსხვავებას, მაგრამ ის უარყოფს მათზე დაშენებულ მითებს. რეალობაში არ არსებობს ბუნებრივი კანონები იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქალი. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური და სოციალური კონცეფცია, რომელიც ვიღაცისთვის იყო მომგებიანი. ამიტომ ძვირფასო ქალბატონებო, ჩაინიშნეთ ეს წიგნები და იყავით ლამაზები საკუთარ თავისუფლებაში. წინ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.